ერთი რამ მაინტერესებს, ერთი შიშს ისა აქვსო, დიდი თვალებიო, ტყილა არ მithქვია მე და ეგ ვრცელდება ქართველ პოლიტიკოსებზე და ამერიკელ პოლიტიკოსებზე და კონგრესმენებზე და სენატორებზე. ბევრი რო იჩებებდა ამ ჯო ვილსონის მეგობრობას და სურათებს რო იღებდნენ და შალიკო ნათელაშვილი რო ჩავიდა იქა და დიდი დროშა რო ჩაუტანა რაღაც ხელმოწერებით, ვიღაცა ტუალეტიდან წამოძღებული რაღაცა მეების რა ქვია, ნაჯღაპნი და რაღაცა ის თვითონ დიდი ის იყო ბაირაღი. ესე იგი ეს ჯო ვილსონი, ეს უთამოყვარეო კაცი, ტრამპი პუტინის შეხვედრის შემდგომ, ტრამპი ზელენსკის ბოდიში შეხვედრის შემდგომ გამოვიდა, აი განცხადება გააკეთა, ნახოთ ერთი. ტრამპმაო თავისი ქმედებებით ნათლად აჩვენა, რომ ხარს უჭერს უკრაინას. აი რაში გამოიხატება ეხლა? მე არ ვიცი, რაც ეხლა მან გაუკეთა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ზელენსკის, აი ეგ გაუკეთა მას მონიკა ლევინსკის ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. ბილ კლინტონის მონიკა ლევინსკის მერე ეგრე მწარეთ იქ არავინ არ ბოდიში და უქნიათ იმისთვის რა, ადამიანისთვის რა და რა დაინახე შესაძოდაო შენა, მაგრამ ეხა სხვა რამეს ხო ვერ იტყვის ესა, იმიტომ რომ ეს ხო უკრაინის ის იყო რა ქვია რაღაცა მედრო შესავით გამოდიოდა იქ აიმაში კონგრესში და სენატში. რატო ახლა ჯო ვილსონი სად არის ერთი მაინტერესებს, რომელ მედიაში ყავთ ერთი, აი ეს TV პირველი და ეს თავარი არხი რომ ჩართავდით ამ ჯო ვილსონს და ჯო ვილსონი და ეს წაღებული რო გქონდა ტვინი მაინტერესებს ამ TV პირველს განსაკუთრებით, მაგრამ შიშო ვისა რა ქვია დიდი თვალები აქვსო ნათქვამი რო არის ესე იგი პოლიტიკოსებზე ვცელდება საქართველოში, ამერიკაში და ჟურნალისტებზე ვცელდება. ეხლა ეს TV პირველი ჟურნალისტები თავს რო იდებდნენ რაღაცა, მე მგონი ესენი წასასვლელად ემზადებიან. ეხლა იმ დღეს ეს მარიამ გაფრინდაშვილი რო არის, იმ დღეს გამოვიდა და არ ვიცი ისთვის ემზადება ეს ქალბატონი, არ ვიცი, აი მოусვინოთ ერთი. ეხლა მე სტუდიაში უნდა ვიჯდე თუ სადმე ულამაზეს კაფეში სვამდე ყავას ძალიან მეზარება მუშაობა რა ვქნა ეს მე მგონი იმას რა ქვია ის რომ არის სპეცნაზის უფროსი რო არის რა ქვია ესა ხარება იმისკენ არის ეს მიმართული ესა რომ ნამიოქს აძლევს რომ კაფეში წამიყვანეო აი არა მე ეგრე ვფიქრობ და ყველას მოგბეზდათ იმას მობეზდა რა ქვია სანიკიძეს იქ პარლამენტში და იქ პოლიტიკაში ყოფნა ამას იქ მობეზდა ისა ამიტომ წადი ჩვილო დაგვანებე თავი წადი კაფეში ბოლო ვინ არ დაკპატიჟებს კაფეში შენ როგორ მაგ სტუდია დატოვო რა ეხა მართლა კი არ გძულხარ და ორგანულად კი არ გვეზიზღებით მართლა იმისი არ იყოს ეხა ქართველები ხართ და ჩვენ ისე უნდა გავიმარჯოთ რომ ბოლოს თქვენ ჭკუაზე მოხვიდეთ მართლა ეხლა რას ვერჩი ეხა წადი შვილი გააჩინე ბავშვი იყოლიე გათხოვდი რაღაცა ბეცეწიეთ რა ვიცი მე ზოგჯერ რო უყურებ მართლა ადამიანური შეხედულება აქვთ მაგრამ პირს რო გააღებენ ადამიანებს აღარ გვანან რა ხო და რა ვიცი კაფეში წავიდნენ დასასვენებლად წავიდნენ და რაც კიდათ ისქენ და რაც კიდათ ის გააკეთეთ ეხლა კახელების არ იყოს იმას ვერ ვიტყვი რაც საჭიროა მაგრამ ხო და არ ვიცი მე მგონი რომ ყველა წასასვლელად ემზადება